მოგზაურობას ვაგრძელებთ კახეთში, სოფელ ართანში, ჩვენი სიუჟეტის გმირი მეწარმე მარიამ თეთრკაბაშვილია, რომელიც წლებია სოფლის მეურნეობაში და აგროტურისტულ საქმიანობაშია ჩართული. მარიამმა 50 წლის ასაკში შეისწავლა ახალი პროფესია მეფუტკრეობა და ართანში პატარა სოფელის სოფელში გააშენა. შექმნა მისთვის საოცნებო გარემო, რომელსაც სხვებსაც უზიარებს და უფრო ახლოდან მარიკას და მის მეურნეობას გვანცა ჩარგაზიას და გიორგი კოკაიას სიუჟეტიდან გავიცნობთ. ახლა წავედით კახეთში. ეს არის ჩემი დილის საქმიანობა, ამათი დაპურება. დავზარდე ჩემი ბატები, უკვე დიდები არიან. ყოველებთან, ფრინველებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა. დამღლელია, მაგრამ სასიამოვნო საქმიანობაა. წელია ფუტკარი მყავს. ფუტკრის ოჯახებს ვული, თავიდან 5-ის კით დავიწყე. ახლა უკვე 25-ის გამყავს. ფუტკართან მუშაობა შეიძლება არც მომფიქრებოდა, მაგრამ გარკვეული წლების შემდეგ უმუშევარი დარჩი და მინდოდა რაღაცა საქმე მეკეთებინა სერიოზული, რომელიც თან დამაინტერესებდა. დაახლოებით 50 წლის ასაკში დავეუფლე ამ ახალ პროფესიას, რომელიც ისე შემიყვარდა, რომ მიუხედავად მისი სირთულეებისა, გამოწვევებისა, მე თითქოს უფრო ინტერესი მიჩნდებოდა, უფრო ბრძოლის ჟინი და აი მასთან გამკლავების სიხარული, რომ გავუმკლავდებოდი და უკვე რომ ამ ვიღებდი მოსავალს, რომელიც ჩემი ოჯახისთვის იყო შემოსავლიანი და ამავე დროს ჩემი ჰობიც გახდა. ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებდა და ასე გრძელდება დღემდე. უკვე ალბათ 15 წელია მე ფუტკრე ვარ და ისევ სიამოვნებით ვასრულებ ამ საქმეს. გადავწყვიტე, რომ გამეფართოვებინა ჩვენი აგრომეურნეობა და მომივიდა თავში აზრად, რომ ჩვენ ტბებს ძალიან მოუხდებოდნენ ბატები. შევიძინეთ რამდენიმე ბატი, რომლებიც ნელ-ნელა ისე გამრავლდნენ, რომ ახლა უკვე რა ვიცი, რამდენი სითული ზუსტად არ ვიცი, მე მგონი 30-40-მდე არიან. ყოველ დილით მოვდივარ და მე ვკვება, ვეფერები, ველაპარაკები და ისინიც ისე მომეჩვივნენ, ჩემი ბულიბულები არიან. შემდეგ გადავწყვიტეთ გათმებიც მყოლოდა ადგილზე და ასე ვაგრძელებ ჩემს მეწარმეობას ყოველი გარკვეული წლების შემდეგ ახალი საქმიანობა გვემატება, ვუძღვები შეძლების დაგვარად ვცდილობ, რომ ახალგაზრდულად მიუდგე ისევ იმ საქმეს და ახალი შემართებით დავიწყო ახალი საქმე. დილის საქმეებს რომ მორჩები, იქ ქათმებს დავაპურებ, ბატებს, ჩემს ფუტკრებს მივხედავ შევწამლი, შემდეგ ვენახისკენ მოვდივარ. ვენახშიაც ძალიან ბევრი საქმეა, სეზონი გვაქვს ისეთი, რომ ყველგან ბევრი საქმეა, იქ ხეხილი გვაქვს დასაკრეფი, ვაშლი დასაკრეფია, მსხალი, კარალიოკი, ხურმა და ასე ჩემო კარგო. სოფელში ბევრი საქმე გვაქვს, ძალიან ბევრი. გამოვარ ამე. გამოგვივარ. როგორი ღვინო გამოგვივარ, რომ დაღვინდება. აი ჩვენი წლევანდელი მოსავალი, მაჭარი უკვე დადუღებული. ნახოთ რგემოთი როგორია. უკვდავების წამალია. უკვდავების წამალი. გარდა ჩემი ძირითადი საქმიანობისა, გადაწყვიტე შემექმნა ისეთი ადგილი, სოფელივით, პატარა სოფელივით, სადაც ყველაფერი იქნებოდა თავმოყრილი, ჩემი ფუტკარი, ჩემი ბატები, ასევე გამეკეთებინა მასტერკლასები და პოპულარიზაცია გამეწია ჩვენი ქართული ეროვნული ნუგბარისთვის, თათარა ჩურჩხელისთვის, ასევე ხინკლისთვის და როდესაც ჩემს სტუმრებს, როგორც ქართველებს, ასევე უცხოელ სტუმრებს ვუზიარებ ქართული ტრადიციული კერძების დამზადების წესებს, აი მაშინ ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემ შვილებს და შვილიშვილებს ყვებავ ჩემი ხელით ნაშრომი საკვებით. ყველა ქალს, ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ რაღაც
საქმიანობა წამოიწყოს და ფიქრობს, შევძლებ თუ ვერ შევძლებ, ყველას ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა სცადო. მე პირადად ჩემი თავზე ესე მაქვს გამოცდილი. სხვანაირად წარმატება არ მოდის. მიუხედავად იმისა, უკვე ასაკში ვარ შესული და რაღა დროს ჩემი ოცნებაა რა, მაგრამ მაინც ვისურვებ, რომ კიდე რამე ახალი შევისწავლო. მინდა რომ ჩემი საქმით мотиваცია მივცე ჩემ შვილებს, შვილიშვილებს, ყველას ახალგაზრდებს, რომ შეუძლებელი არაფერია, რასაც გულით მოინდომებენ, ყველაფერს შესძლებენ.